ილო და დათი არიან ახლა გარეთ. ძალიან კარგი ამინდი გვაქვს როგორც ხედავთ და ძროხები წაიყვანეს მინდორში. ყოველთვის უხარია ხოლმე დათის ილოსთან ერთად წასვლა და თან გასეირნებაც გამოსდის. ამასობაში კი მე მაქვს დაახლოებით 1 საათი და ვნახოთ ახლა რის გაკეთებას მოვასწრებ ამ დროში. პირველ რიგში ვისარგებლი ამინდით და გარეთ გავფინე სარეცხი გასაშრობად. შემდეგ კი დათის სარეცხი ჩავთვე, რომელსაც მთლიანი გარდერობის რეცხვა ყოველ 60 დღეში ერთხელ სჭირდება ხოლმე. ახლა უნდა ჩავთო ჩემი ვიბრო პლატფორმა, რომელიც დამალული მაქვს. ნუ ჯერ რა თქმა უნდა დათის სათამაშოები გამოვალაგოთ და ესეც ჩემი სავარჯიშო. ტახტის ქვეშ იმიტომ ვალავრობ დათი არადროს მაცდის ვარჯიშს როცა სახლშია. ეს პლატფორმა არის ღებში ერთადერთი საშუალება ჩემთვის სხეულის მასაჟისთვის. მეხმარება კუნთების აღდგენაში, ფორმების დახვეწაში. მიუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ ვცდილობ ყოველდღე 20 წუთით მაინც გამოვიყენო. პულტიც აქვს ამას რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი დათი სად აქვს შენახული. პლატფორმა არის პრემიუმ კლასის და გათვლილია 150 კილოგრამამდე და აქვე დაგიტოვებთ გვერდს, სადაც შეგიძლიათ შეიცვალოთ. განტვირთვის შემდეგ ისევ საქმე გავაგრძელე, დავრეცხე დათის ბოტები და შემდეგ გადავედი იატაკის წმენდაზე, რაც პატარასთან ერთად აუცილებელი, თუმცა ასევე მის მოსვლამდე მოსაწრების საქმეა. ბოლოს ბროწეულიც დავარჩიე, რომელიც დათის ძალიან უყვარს. გამოძინების შემდეგ დაიწყო მისი ცმაცული. რამდენია